ამ ჩემი მაშინ ჩემ ცხოვრებაში დავქნა ახლა მე რა დავტოვო ჩემი ნაშვა სულელი ვარ დებილი ვარ თუ რა ვარ ახლა და წავიდა როსტიაშვილს იმას სამსიას დაუდო ჩემი ნაშრომი იმიტომ უნდა გასუფთავდეს ეს უნდა ვებრძოლოთ ამას რომ ეს გავაკეთოთ რომ ვეღარ ვასუფთავებ წარგებლობენ ამით დაკავშირებულები არიან ლევანასთან ამას ლამბრო იძახის გოგი რევაზაშვილი უბერავთო. ესე იგი რაფერ პირდაპირ არიან დაკავშირებული ლევანისთან. ამას ახსენებს ზუსტად ამ სიტყვას ლაბარაკობს. უბერავსო ისა ვინ უბერავს მე ვთხარი საბცხოვრობ მე როგორ ვცხოვრობ თქო რა ვერ იმაშვები შენ თქო აგე რა უწერ ახლა. რასაც ის ამბობს, რასაც ის ლაპარაკობს ის გოგი გიორგი რევაზაშვილი. ზუსტად იგივე სიტყვებს ლაპარაკობენ ლამბრო ლევანის უყველა და პოლიცია მოჭორაობს რა ჭორაობა ხალხი ლაპარაკობს გლანძღავს რა ყველაფერს ლაპარაკობენ ეს უნდა წავ ეს ახლა მტკიცებულება არის კაი აგერა როგორ უკავშირდებიან ლევანის რომ რამენაირად ლევანიმ არაფერი არ გაგიკეთოს ლამბრო დაუკავშირდებიან კი არა და რო იტყვიან იქ აი კომისიაზე რო არის საქმე ადგებიან და იტყვიან კაცო იშვილი რატო არის წასულიო რავა იმას არაფერი არ ეკუთვნოდა დედიდა სიკვდილი და ის სასაფლაოც არ მიცეს კაცს გაააგდეს გურის ტყეში რა უნდა ღირსეულ მოქალაქეს მამაც გმის იქა თბილისის მოქალაქე იყო ის იმის კი არ იყო გურის მაშინ ადგინდა დაგზალონ ის მიშა სამსვენი რატო არ დაგზალეს იმაში სვანეთში არიან დაბადებულები იქიდან არიან რატო დაგზალეს თბილისში საულთაო სასაფლაო თბილისში რატო დაგზალეს და ნინო ფოფხაძე გადაგდებულია ტყეში და ეს მელაპარაკება ახლა იმას იმის სიტყვებს იმეორებს ლევანის სამსვენის სიტყვებს და როსტიაშვილის სიტყვებს ეძახის ის არის სწორო და ის მაგენი ახსენებენ მაგ სიტყვებს ხო აგერ უყურე რავა დაუტოვებია შენთვისაც ადგილი გაუკეთებია ადგილი შენთვისაც იმიტომ ის მარინა რო იძახის სალიფეხი სამარეში გაქო ხო ადგილი დაუტოვებია შენთვის ეს რამრო ადამიანად ვარგია საერთოდ მე გაფუჭებული არის ამადგან ესენი უკავშირდებიან ფარულად ასე მივწერე მაგრამ ის აღარ მიეწერა გურის საქმე და ეს საქმე თქო ეს თბილისის საქმე ერთმანეთს წააგავს ორივე პოლიციელები ურევია ეს კრიმინალი პოლიცია დამნაშავე პოლიციელები იქ გურის საქმეში ურევია იმის სიძე ყავს იმას იმ შენ უღირშვილს დავით ფოფხაძეს ხო და აქ კიდევ ყოფილი პოლიციელია ეს კაიშაური ზვიად ოქროპიძეს ვაშუამდგომლები რაზე უნდა ჩატარებულიყო სასამართლოც არ უნდა ჩატარებულიყო რამ როდემდე უნდა იყო მაქ სოროში გამოდი მაქედან ბინას გიყიდი აქ მეყოლები გვერდით არ მოგაკლდება არაფერი მე მევწერ ახლა გვიანია ყველაფერს გააკეთებენ რომ იმედი მაქვს დამნაშავე პასუხს აგებენ მე-13 წელია ვცხოვრობთ აქ და სულელი ხომ არ ვარ ჩვენი ნაცხოვრებ ნაშრომი ვინმეს დარჩეს რაც ეს დედის ნაცხოვრებია და ჩვენ მისი მხრიდან არაფერი მიგვიღია რომელიც მოღვაწეობდა აქ თბილისში რომელსაც დიდი სიკეთე აქვს სამშობლოსთვის გაკეთებული და მაგ სიტყვას ახსენებენ ჩვენი მტრები რომლებიც ცდილობენ ჩვენი ქონების მიწის ნაკვეთის თაღლითო დაუფლებას ჩვენი ნაცხოვრების მითვისებას ეს საცხოვრებელი გვაქვს ფაქტობრივ მფლობელობაში, მარჯვენა მფლობელობაში, ვინაიდან სასამართლოებია ჩატარებული. მე თბილისის მერს კახა კალაძეს ვესაუბრე 2024 წლის 13 დეკემბერს, რომ ბინაზე უარი განუცხადე, რადგან არ შეიძლება სასამართლოებია ჩატარებული და ეს ჩვენი მტრები მივიდნენ კახისთან და დაუწყეს ლაპარაკი ტყუილების თქმა, იმან გაიარა გურამამ, რომ თითქოს მათმა შეგვიფარეს. როდესაც ახლა ქვემოდან მაღლა აიარა. როდესაც სასამართლოების შედეგად ვცხოვრობთ, რომ დავკმაყოფილდით, უნდა გაიგოს იმ ტერმას, კაცო, გაიგოს მე, რომ დავკმაყოფილდით სამოქალაქოთი, ხოლო ადმინისტრაციულით კი ვართ მარჯვენა, მე ლამრო კი აფერი დანაშაული მაქვს, მე მოვიგე სასამართლო. მე გაიგოს, კაცო, რა, მაგენის მეშინია, კაცო, მაგენ მასი არიან სულ, მათ მარჯვენა მფლობელობაში, ანუ კონსტიტუცია, რატო რა არის, ვკითხულობ, კაცო, დამაცალე. გაიგოს მე, კაცო, ის თაღლითი ყოფილი პოლიციელი გამომძიებელი ადვოკატი ქალი ეთერი კაიშაური ამოქმედებს იმ ადამიანებს, რომლებიც არიან ჩვენი მტრები და რომლებიც კალაძესთან მივიდნენ და ცდილობენ რამენაირად ჩაიგდონ ჩვენი ქონება. თუ არ იმასქენი ლამრო და დაგაჟდნენ თავზე, ვერაფერს ვეღარ ვაკეთებ. და ვართ ასე დაზიანებულები და რა დღეში ვართ, ხალხი, კაცო.
ილანძღებიან, ითარხენ, ხან მათხოვარიო, ხან ისაო და იქ დედა კიდევ ისაო, ბოზიშვილო და რავით რა არ გამლანძღეს. აბა იჯექი, ასე და იყავი. რამენაირად ჩაიდო ჩვენი ქონება იმ თაღლითმა კაიშავმა ჩვენთან სასამართლო წააგო და ჩვენ დავკმაყოფილით, რაზეც მერიას გამოცემული აქვს იურიდიული დოკუმენტი 2018 წელს ჩვენი დაკმაყოფილების და საქართველოს კონსტიტუციით დაცულია როგორც საკუთრების უფლება. 2025 წლის 2 მაისს იყვნენ შენი შვილის ლუკა კაბანაძის დაბადების დღეზე. მოსულები, აღსრულებიდან რომ ერთ-ერთმა მამაკაცმა ბებოს ლამარა ფოფხაძეს უთხრა თუ რატომ არ მიდიოდა ზესტაფონში. გავრცელებიათ ტყუილე რომ თითქოს 2023 წლიდან ცხოვრობთ და რაზეც გამოვიტანეს სამივე ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებები და განუცხადა რომ 2013 წელს ცხოვრობთ. 2017 წლის 28 ივნისის თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო პალატის გადაწყვეტის მეოთხე გვერდზე სააპელაციო საჩივრის საფუძვლებში რომ ეთერი კაიშაურის მიერ წარმოდგენილი საბუთი ნომერი 39-62-96 არის გაყალბებული, კერძოდ მითითებული მისამართი 119 გადაკეთებულია 199-დან. აპელატების ანუ ჩვენი მითითებით სასამართლოს გადაწყვეტებით დადგინდა მათი ანუ ჩვენი გამოსახლება დავით აღმაშენებლის 199-ში არსებული 26 ბინიდან, სადაც ჩვენ არ ვცხოვრობთ. რეალურად ვცხოვრობთ იმ შენობა-ნაგებობაში, რომელიც მდებარეობს დავით აღმაშენებლის 199-ის წითელი ხაზების მიღმა, რომელიც ნეიტრალურ ტერიტორიაზე და სახელმწიფოს ეკუთვნის. 2018 წლის ადმინისტრაციის სასამართლოს გადაწყვეტილების სახელმწიფო ქონების მართვის სააგენტოსაგან არაერთხელ გვეცნობა წერილებით, რომ უძრავი ქონება მიწის ნაკვეთი მოცემული გვაქვს საინვესტიციო სასყიდლიანი ფორმით. თბილისის მერიაში არქიტექტურის სამსახურის სივრცეში გვითხრეს ეს თქვენ მოცემული გაქვთ და რაზეც ჩვენს მტრებს სამართალდამცავმაც განუცხადა რომ მაქვს მფლობელობაში სახელმწიფოსაგან მორიჭებული. აღსრულების პოლიციის ერთ-ერთმა ახალგაზრდა მამაკაცმა განუცხადა რომ დოკუმენტები კარგად შეგვენახა, რადგან ჩვენი მტრები ავრცელებენ ტყუილებს და კარგად შეხედა აღსრულების პოლიციელებმა რომ საცხოვრებლის კარზე ორი ბოქლომი გვაქვს. კარის საკეტი არაერთხელ დაგვიზიანეს და მე ვერ გავაკეთე და შენ გააკეთე. ახლა ბოქლომს ვერაფერს უშვებიან. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილემ გიორგი ვოსკიმ მის ბიუროში გითხრა მაგას პერსპექტივა არ აქვს. ვინაიდან მან სასამართლო დავაწაგო 2017 წელს. ქალაქ თბილისის მერმა კახა გალაძემ მითხრა რომ ყველაფერში დაგვეხმარება, რომ მოგვეწესრიგებს საყოფაცხოვრო პირობებს. სასამართლო ექსპერტიზა არის საყოფაცხოვრო პირობების შესახებ 2020 წლის და 2021 წლის კი მიწის ნაკვეთის საბაზო ღირებულების შეფასებითი. რა ვქნა, ეს მისია დაგვეკისრა და თავს ვერავის დავაჩაგრინებთ, რომ ჩვენს ნაშრომს ვერავის დაუტოვებთ. იმისთვის არ გვიწვალია, რომ თაღლით და ჯგუფმა მიითვისოს ჩვენი ქონება. ეგ ქონება კი არა სოროა, სორო. არ გინდათ თქვენ კაი ცხოვრება და არც გექნება. ახლა მე ვპასუხებ, სასამართლო ექსპერტიზა ლევან სამხაროვის სახელობის აღნიშნავს 2020 წლის დასკვნაში, რომ უვარგისია ასე რომ ვთქვათ საცხოვრებელი შენობა, მაგრამ მეორე ექსპერტიზა არის მარტო მიწის ნაკვეთის შეფასების. ამ ადგილზე გადარეულები არიან, ამიტომაც ცდილობენ წლებია ჩვენი საცხოვრებელი მიწის მითვისებას. შეიძლება საცხოვრებელი არ არის ისეთი რომ უნდა იყოს, მაგრამ აქ მიწა არის შეფასებული 26,600 $. ჩვენ ვცხოვრობთ საქართველოს დედაქალაქ თბილისის გულში, რომელზეც ამბობენ მაგარი ადგილი არისო და არ დათმოთო, არ დაიჯერო რომ ყველა ჩვენი წინააღმდეგია უბანში და იმ 199-ში არის 5 ოჯახი გადაკიდებული ჩვენზე 199-ში მყოფები, რომლებიც ფარულად დაკავშირებულნი არიან დიღმის მასივში მცხოვრებ თაღლითთან. კაცო, მინდა თუ არ მინდა კარგი ცხოვრება, ეს როგორ უნდა დავტოვო? მაშინ შენც დატოვე ზესტაფონი და ყველაფერზე თქვი უარი და სწორი გადაწყვეტილება იქნება ამდენი რომ იშრომე. 2024 წლის 13 დეკემბერს საქართველოს მართველი პარტიის გენერალური მდივანი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერი ბატონი კახა კალაძე იმყოფებოდა დავით აღმაშენებლის 197-აში მიმდინარე სამუშაოებთან დაკავშირებით, რომელთანაც იყო მისი მოადგილეები და ტელევიზიები. კალაძესთან მივიდნენ ჩვენი მტრები ლევანი სამსიანი და მასთან ერთად მისი მეზობელი მარინა როსტიაშვილი. მერის ერთ-ერთმა მოადგილემ ირაკლი ბენდელიემმა ხელი შემეხო, სანამ კალაძეს ვნახავდი და ის იმყოფებოდა ჩვენი საცხოვრებელი შენობის უკანა მხარეს მარინა როსტიაშვილთან ერთად, რომ ლევანი სამსიანი დაკავშირებული ყოფილა ბენდელიანთან, რომ ისინი სვანები არიან და მოგეხსენება სვანეთი პატარა მხარია და ვინ არ გამოძებნეს, რამენანაც შევევიწროვებინეთ, რასაც პირადადაც გვავიწროებენ ეს კრიმინალები. 2024 წლის ნოემბერში დურუ როსტიაშვილმა განუცხადა, რომ ზესტაფონში წადიო. ამასთანავე 117-ში მომუშავე დაცვამ გიორგი რევაზაშვილმა თუ რევაზიშვილმა უთხრა ბებოს, რომ შემოგევლე, გენაცვალე, სულ წაგართმევენ 133 კვადრატულ მეტრ მიწასო, რაც მოზომილი გაქვსო. მაგ საცხოვრებელ შენობას დაგინგრევენო. შენ რაღა გინდა ამ ქვეყანაზეო, რაც როსტიაშვილმა მარინა პირში უთხრა ბებოს, ცალი ფეხი სამარაში გაქო და სხვა მასთან ერთად ბებერი მაშხალა. ამ რევაზიშვილს თუ რევაზაშვილს ნასესხები ჰქონდა ბებოსგან 2024 წლის ოქტომბერში 500 ლარი, რომელიც უნდა მოეტანა 2024 წლის
ნოემბერში, მაგრამ არ მოუტანა და რაზეც პოლიციაში იყო, რომ 2024 წლის 11 დეკემბერს შეადგინეს ოქმი. ამ რევაზაშვილმა წაართვა ბებოს ფული, რაც ერთ-ერთ მუშის განცხადებით მან ფული წაართვა მოტყუებით გამოძალა ბებოს სოლიდური თანხა ინფორმაციის მოწოდებისთვის, რომ თურმე წაგვართმევენ მიწას 133 კვადრატულ მეტრს. როსტიაშვილი ჩუმად ესაუბრებოდა კალაძეს ჩვენზე და სამსიანმა დაიყვირა, რომ მოგვაშორეთ ეს ხალხიო, რომ მადლობას გადაგიხდით, უბანიო. ეს ლევანი სამსიანი ჩვენ საცხოვრებელს ბუნაქსა და სოროს ეძახის, რასაც შენ გვწერ, მაგ ლევანის სამსიანმა თავი დაგვანებოს. თავი ოხერი ხალხით, თავისი ოხერი ხალხით. თუ ბუნაგი და სოროა, მაშინ რა უნდა დაგვანებოს თავი? ეგ ლევანის სამსიანი მასწავლებას ემალება თავისი ცოლშვილით. რავი, თავისი ცოლი ნახევრად უკრაინელი გულნარა გიждდება ჩვენს მიწაზე, რომ თქვა ქარვასლად მოვაქცეო. რატომ გულნარამ ჩვენ მოვაწესრიგოთ? ზესტაფონში ბინას ფასი არ ქონია და არც ექნება, რომ ჩამოსულები არიან ზესტაფონიდან. ხალხი თბილისში და შენ გვთავაზობ ჩვენი ნაშრომი დავტოვო და თბილისიდან თბილისის მოქალაქეები ზესტაფონში ჩამოვიდეთ, რაზეც ხალხი დაგვრცინებს. ეგ ლევანის სამსიანი უარყოფს იმას, რომ ჩვენს 133 კვადრატულ მიწის ნაკვეთზე დამისებული რომ აქვს ფისტრულები, რომ კახა კალაძეს დაუმალა ის, რომ დამისებული აქვს უკანონოდ 133 კვადრატულ მეტრში ფართობი და ცდილობს მოატყუოს ხალხი, რომ თითქოს ჩვენ ცუდი უღირსი ადამიანები ვართ და მას ვერჩით. როდესაც მან ფიზიკური შეურაცხყოფა მომაყენა, ხელი რომ დამილილავა და არაერთხელ მოგვაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფაც, მუქარი შემცველი. იგი გავაფრთხილე, რომ საცხოვრებელი უნდა მოგვეწესრიგებინა და ამაზე თქვა გაჯვიო ეს აღარც მიძერა, რომ შევსულიყავი სოროში. მისმა მეზობელმა იმ დავით აღმაშენების 199-ში მცხოვრებმა ქურდმა ყაჩაღმა ზურა როსტიაშვილმა ბოზის შვილი მიწოდა. ბოდა შემოკლებით. ხოლო დედამისი მარინა როსტიაშვილი დედაჩემს მამაც გმირს ნინო ფოფხაძეს ძუკნად მოიხსენიებდა. მე მინდა გაიგო ის ყველაფერი, რასაც ჩადიან ეს ყალთაბანდები, რომ შესაძლოა გიკავშირდებიან კიდეც და გატყუებენ შენ. ჩვენ მოვიგეთ სასამართლო და თაღლითები ფიქტიური გადამფორმებლები, ყალთაბანდები ვერ მოგვერევიან და თავს მაგათ ვერ დავაჩაგრინებთ. მტერს ჩვენს მოწინააღმდეგეს ვერ გავაცინებთ, რომ ღირსეული ხალხი ვართ და ღირსებას ვიცავ და ჩვენს პიროვნულ ფასეულობებს. შენ ლევანი შეიძლება ეგენი გაშინებენ. მაგენისგან ყველაფერია მოსალოდნელი, რომ შენ ვერ ჩამოდიხარ ჩვენთან თბილისში. შენ გონია რომ ყველა ადამიანი კარგად ცხოვრობს და უკადრისობ შენი მოწერილით ეგ სოროაო. რა შენ აქ არ ცხოვრობდი და ახლა გახდა სორო. ეგენი ამბობენ სორო არისო, რასაც სპეციალურად ამბობენ. ამას მოწესრიგება სჭირდება და მაშინ ყველაფერი ნორმალურად იქნება. მაგრამ ამ ჩვენ საცხოვრებელს სოროს ვერ დავარქმევ, რადგან სორო არ არის. ჩვენი საცხოვრებელი შენობა არის მიწაზე და არა მიწის ქვეშ. ის თაღლითი ქალი რომ გვედავებოდა სასამართლოში აღნიშნავდა, რომ თითქოს ჩვენ სარდაფში ცხოვრობდით. 2023 წელს დიდუბის მუნიციპალური ინსპექციის მაშინდელმა უფროსმა გიორგი ხევსურიანმა გაკვირვებით გვითხრა, თუ რატომ გვედავებოდა იგი, როდესაც სარდაფის შენობა როგორ არისო და დაძენდა, რომ ის 199-ის მოქალაქეები იმ თაღლით ქალთან დაკავშირებული როგორ მერე აქ უკვე შემოგვიყვება და გიჩივიანო. აღარ იმასქნა იქ აღარ გადავირავ. და ამაზე მომწერა, ახ ძალიან უბერაო და ამ უბერავს ამბობს ლამბრო ისა რევაზი თუ ვინც იყო მაგე რევაზაშვილია თუ ვინც არის გიორგი რევაზაშვილი არ ხდენებს ზუსტად იმას ჩანაწერში არის. რას უბერაო? აი აგერ მტკიცებულება არის როგორ უკავშირდება რევაზაშვილი, როსტიაშვილის სიტყვები და აი ვიცი სამსიანის სიტყვები არის წინ. და ამას ეძახის პოლიცია რომ ესო კაცო არისო ისაო მოიცა რას უძახიან ესო არისო ჭორაობაო. ჭორაობა კი არა კაცო სახელი ყველაფერი გაგვიტეხეს გულანძღავენ. რას არ ამბობენ ჩვენზე კაცო? შეურაცხყოფებს აგვაყენებენ, ხალხში ავწევენ ტყუილებს და დაგვრცინიან და რა ვიცი რას არ აკეთებენ. არანაირად თქო ჩვენი არ დავაჩაგრიებთ თავს თაღლითებს. რატო უნდა დავაჩაგრიო ახლა მე თავი იმას ვიყურხერდა მამაძახს. რა გაუკეთებია ქვეყნისთვის მითხარი რა გაკეთებული. რატო უნდა მივატო მე ჩემი ნაშრომი და წავიდე. არაო მაგასო არ გეუნებიო არაო მოგებული რატო უნდა დატოვო ის რევაზაშვილი ეს ზუსტად რევაზაშვილის სიტყვებია. მომწერა აგერ უბერაო. ის ამბობს ზუსტად უბერავს. ვიდრე ახლა იმისი დათო როსტიაშვილის ყალბი ომის ვეტერნობა აქვს. აი ეს კაცი კიდე ომის ვეტერანი იყო. სტატუსი ჰქონდა ამას ამ გიორგი რევაზაშვილს ფული რო წაგართვა. და იმეორებს რასაც მარინა იძახის როსტიაშვილი დათოსისა დავით როსტიაშვილის ცოლიასაც იძახის
და გვაყენებს შეურაცხყოფას და იმას ზუსტად იგივეს ის ბიჭმაც გაიმეორა სხვათა შორის უბერაო იმანას თქვა აი ის რო არის დურუა თუ ვიღაცა ხო და ამან უყური ახლა რაფერ გაიმეორა დაკავშირებული როა როსტიაშვილი ამასთან ბინას ახსენებს როსტიაშვილი კალაძეს რომ მივიდა და ბინა მიეცითო კალაძეს რო უთხრა და ვითომ მაგის ფარჩი ვარ მე და იმას ატყუებს იქა ბიჟავიკის ბიჭი მოატყუა ისი ბიჟავიკის აჭკებიანი ბიჭი იყო ვიღაცა მივიდა და მთავრობამ გადააგდოვო ამას რო უთხრა რევაზაში ასე იძახიაო მე უთხარი ეს მარინა ელაპარაკებოდა იმ ბიჭს რა გადამაგდო მთავრობამ ისა ვაისო ჯერო ამდენი გადაუხადაო მერი ამდენი გადაუხადა რა გადაუხადა სახელმწიფოს მიწა იყო რატო უნდა გადაიხადა სახელმწიფოს თავისი მისთვის სახელმწიფოს იყო მიწა ადგა და რაზე გადაუხდიდა გადააგდო ის კი რომ სასამართლო იყო და იმ ქალმა წააგო სასამართლო ხო და აი ამას იძახის აგერ ეს რევაზაშვილის უბერაო და ამბობს იქა და ესეც აგერ ამიწეს აგერ უბერაო ო არ არის თუ რა არის ლამ რომ მიწა ვერ გავასუფთავე სულ პოლიციელები არის და პროკურორის ნათესავები არიან სულ ყველა კაცო სულ ყველა პოლიციელები აგერ რა პოლიციელია ეს ვიღაცა არის ეს ყაღალთაბანდი ეს ხატიაშვილია თუ ვიღაცა ჯანდაბა არის პოლიციელი აგერ ბატონო ის ხალი კიდე ყოფილი პოლიციელი ეს ვაჟა კიდე პოლიციელი ყოფილა ის კიდე პოლიციელია ის რა ქვია მაგას ის რო აი ვიზე ვამბობ ის რო არის გურავი ჩაჩანიძეს კიდე პოლიციაში მუშაობდა თუ და მისი შვილიშვილი კიდე პოლიციელი ყოფილა პოლიციის მოადგილეო სულ ყველა პოლიციელები ურევია პროკურორები აგერ კიდე ნოზაძე არის მსახიობი ცნობილი მსახიობია და პროკურორის ის არის კობა ქვია მე მგონი იმას ნოზაძე არის ამ რაიონის დიდუბეთ-ჩუღურეთის ის არის პროკურორის მოადგილეა დიდუბეთ-ჩუღურეთის ქალაქის პროკურატურის დიდუბეთ-ჩუღურეთის რაიონის ის არის პროკურორის მოადგილეა კობა ნოზაძე და ეს აგერ პალიკო ნოზაძე არის და პავლე ნოზაძე და თან ის კიდე შვილი ვახო ნოზაძე ნარკომანები მაგენ სულ ყველა აი მეგობრობს არის ნარკომანებთან როსტიაშვილებთან ვინც არის რეალიზატორებთან ერთად არიან ბატონო აქ თავმოყრი ბირჟა აქვს გაკეთებული და დასწეულები არიან ახლა სამწუხაროდ კომისიაში რო არის წულუკიანს ემოგობრებოდა მაგ როგორც ნინო ემოგობრებოდა ამ ყალთაბანს მე რო გაიგო ყალთაბანდი იყო როსტიაშვილს დათო როსტიაშვილს ხო და ახლა ეს ისა ნოზაძე პავლე თვითონ პავლე რაც კაი კაცი არისო თვითონ მაგრამ ეს არის ეს ოხერია ეს შვილი ვახო ნოზაძე იქით კიდე მუნიციპალურ ინსპექციაში თუ მერიაში მუშაობს კიდე არჩევნების განყოფილებაში სუხიაშვილი აგერ ნუკრი სუხიაშვილი იმიტომ რომ ცენტრი ადგილია მე თუ სორუა და თუ უარგისია რას იმაშვებიან მე რატო დამაყენონ კაცო რა უნდათ ჩემთვის რას მერჩიან ერთი თუ სორუა და უარგისი ვინც არის აქ თავარი ღირებული მე რა თმინდა მაგ სარაიებიო იმან დავით იმან მარინა როსტიაშვილი მაგას 2024 წლის 13 დეკემბერს რა თმინდა მე მაგე თუ ადგინა დამანებე კაც თავი რას მივიდა იმასთან კალაძეს რა ლაპარაკი არ ვიცი თუ რა უნდა და რომ მივიდა იქა და ჩემზე ელაპარაკებოდა ტყუილებს შევიფარ ვითომ შემიფარა სასამართლო იყო მოვიგე ხალი არ მაყენებდა გამოსახლებას მიპირებდა უნდა გამოვესახლებია ქუჩაში 2017 წელს რომ მოეგო ეთერკაიშაურს იმ თაღლით ადვოკატს რომ მოეგო სასამართლო 2017 წელს გაგასახლებდა 2017-ში გაგასახლებდა წააგო სასამართლო ცხოვრობ ეს სასამართლო რო არ მომეგო აქ მე 10 წელიწადი კი არ შემისრულდებოდა მფლობელობის 10 წელი და 13 წელი აქ ვერანაირად ვერ ვიქნებოდი რა არის ეს უსამართლობა კაცო რა უბედურობა არის ესე კაცო დასაჭერიაო ეგერ იმ ხალმა რა თქვა ბაღესის როა რო შეხვდა ფიქტიური მე გადაფორმება გააკეთა იმ ყალბის საკუთრებით უგედავებოდა სემაში სასამართლოში და ფიქტიურად გადააფორმა მე ის საკუთრება დაატრიალდა და არ იჭირავენ იმის გამო პოლიციაში მუშაობდა გამომძიებლად ადარეული ვარ ეს რა უბედურობა არის კაცო და პროკურატურა რომელიც პოლიციაზე ზემდგომია და უნდა დასაჯოს ის დამნაშავე პოლიციელი პასუხს არ თხოვს არაფერს არ აკეთებს და უნდათ თურმე აფხაზეთი და დომები თურმე ოსეთი ამათ ასულელებს რა ის აფხაზეთი და ოსეთი შენი ქვეყანა ვერ მოგიწესრიგა დედაქალაქში ხდება ასეთი რამე საქართველოს დედაქალაქში და რატო უნდა მითხრას მე ვიღაცა იმან სომეხმა წარმოშობით დედა მარინას სომეხი ყოფილა როსტიაშვილი რატო უნდა მითხრას წადი ზესტაფონში წადი შენი დედაქალაქიდან თბილისიდან წადიო რატო უნდა მითხრას მე ვიღაცა სომეხმა
ქართველს უნდა მითხრეს წადი აქედან. ეს არის დეონა, კაცო, ტერორი მიდის, ყველაფერი მიდის. თემ ქვეყანას მიუმართე, თემ მთავრობას, ეს არავინ აფს არ აკეთებს. გამოძებნეს, რომ ცენტრი ადგილია. თან იკლავენ ამაზე, ამ მიწა არის აქა თუ არა. რაის სარაიებიო, სარაიაო, ისაო რათმინამეო, სარაია კი არა მიწა უნდათ ეს. თან ახლა ისტორიულშია ესა გამზადებულია, ნაცხოვრებია ვცხოვრობ და მეუნება ახლა ლევანა მიწერს იქიდან ისა ჩამოდი ზესტაფონში, აქეთ დურუმ ზესტაფონში წადი, იქ კაცმა მივიდა აღსრულება, მაგრამ მაისის თვეში, კაცო, ამ თვეში იყო ხალხი მოსული. და ვისა 2023 წლიდან ცხოვრობ ვითომ 2023 წლიდან. ვიტყვი რომ გადააკეთეს ის 2013 წელი ერთიანები იმათ ორიანად. ხო და ახლა ასაღებენ ბატონო და მე ესე იგი წავიდე, ხო და თაღლითებს დარჩება ჩემი ნაწვალები, ყალთაბანდებს და დავრჩე ისე. და ამან ესე იგი უბერაო, ესე იგი მე თურმე დავთმო ყველაფერს სულელი ყოფილი ვარ მაშინ და რისთვის ყოფილი ვარ აქა და რისთვის აქა მე მე-13 წელიწადი თაღლითებს დარჩეთ მიწა და მაგენისთვის მიწვალია კაცო. ვინ არიან ესენი მართა კაცო ასე არა მაწამებენ ერთი კაც რო დავრეკა მთავრობაში და უნდა გავაგებე მივაწოდო ინფორმაცია რა არის რა უბედურება უკავშირდებიან ეგ ჩემს ძმას ფარულად დაკავშირებულები არიან ხო და უბურყავენ რა წყვილებს ელაპარაკებიან რაღაცებს და ისიც იჯერებს მე ისეთ სიტყვები ახლა უღური ახლა უბერაო ისეთი სიტყვა დაწერა რომელსაც იძახის ისი რა ქვია გიორგი რევაზაშვილი ამბობდა რას უბერაო მე ვთქვა რას მელაპარაკებ მოვიგე აბა არ უნდა დატო აბა რა უნდა კაცო რა უნდა დავტო მე ჩემი ნაშრომი აგერ მიწეს დატოვე ბინას გიყრე ათმია ზესტაფონი კი ხალხი ჩამოვიდა ზესტაფონი თბილისში თბილისში არის ხალხი კაცო რა ის ზესტაფონი სად არის რამე იქა საერთოდ ახლა კალაძეს ეტყვიან კალაძე არის იმიდან რა ქვია იმიდან არის კალაძე სამდრედიიდან ხო და უთხრან ახლა კალაძეს რომ ბატონო ადექიო თბილისში რო გაქვს აგა ბინა აქვს და ყველაფერი აქვს და წნეთში სახლია კიდევ კერძო სახლი და უთხრან ახლა იმას რომ წადი შენ ბატონო თბილისიდან სამდრედიელი ხარ ასე როგორ შეიძლება წადი მიატოვეო ესო თბილისში რა წადი აქედან კაცი არის იმიდან რა ქვია სამდრედიიდან არის ის კიდე კოკიდან იყო ზუგდიდის საზღვრიდან იყო ის რო არის რა ქვია მაგას ნარმანია იქედან იყო იმენა კოკიდან იყო სოფლიდან იყო კაცი ხო და მერად იყო ქალაქის მერად და ეოვნები შენ ესე იგი ადამიანს წადი იმაში რა ქვია კოკში წადი სამდრედიაში ახლა ბევრი ჩემი მეგვარი არის ჯანელიძეები ხო და უთხრან ბატონო მე ხო მეუნებიან ზესტაფონელი ხარ ჯერ ზესტაფონში არც ვარ დაბადებული მოსკოვში ვარ დაბადებული რუსეთში და იმას ვეღარ ამბობენ ახლა ჯერ პატრულით წახო და ეგ ნინო წერდა საჩივრებში 2012 წლის ნოემბრის საჩივარი რო არის პროკურორის სახელზე მაშინ კვილაშვილი რო იყო უწერდა ნინო ისაო ჩემს შვილს ეგ წერია საჩივარში რო ისაო უთხრაო პატრული ეუბნებოდაო რო ისაო წადი შენ მოსკოვშიო კაცო და წადი აქედან წაეთრიო ესეთი რამე როგორ შეიძლება კაცო წადი აქა სად დაიბადე საიდან ხარ და დევნა მიდის ადამიანების და ეს ვერ მოუწესრიგებიან მთავრობას და აფხაზეთი და ოსეთი მოუნდათ თურმე აი საფხაზეთი მიტუ არის ისე რუსეთი კაცო გადარეული პუტინი იმას მიტუ აყენებს რა ქვია ბომბს აყენებს ზემოთ კოსმოსში დედამიწაზე აყენებს და დაარტყას პირდაპირ ეს ამერიკა და ეს ევროპა თუ ეს საზიზღრები ესენი არიციან იმ ამერიკელებმა და იმენა და მოატყუა იმიტომ მოხდა რუსეთმა ყველაფერი იცის გაიგე მაინც ყოფილი რესპუბლიკაა ეს ხო და რუსეთს ვერ მოატყუებდნენ გებულობს რუსეთი ყველაფერს აქედან მიდის ინფორმაციები ხო და ვერ ატყუებენ აი იმიტომ უნდა ეს ამერიკა ევროპა რომელმაც არ იცის არაფერი საქართველოში თან კიდე ფაშისტები არიან მაგენმა ამოხოცეს ხალხი ჯერ ნაპოლეონი იყო საფრანგეთის ის იყო იმპერატორი მერე გერმანიის ის იყო რაიხსკანცლერი ადოლფ ჰიტლერი კიდევ ისიც უწევდა ჰოლოკოსტი მოუწო დახოცა ხალხი ფაშისტმა შენობაზე ისა აქვს სვასტიკა გაკეთებული გამოყარეს რუსები ავტომატი ისე უნდა და ხა ჩემი გაგდება წმიდა და წადი აქედანო ისიც დურუროსტიაშვილმა სად უნდა წავიდე მითხარი საქართველოს დედაქალაქში ვარ და მეუნება დედაქალაქიდან წადი აქედანო ფაშისტები გამოაგდეს ხალხი შეცვინდა ნემბინაში ეს ბინა ცხოვრობდა თურმე სხვადასხვა ნაციის ხალხი კალე რო იყო მოსული მანდო აქ ამ ბინაშიო ცხოვრობდა სხვადასხვა ჯულის ხალხიო ზოგი ოსი ზოგი სომეხი ზოგი რა ვიცი ის იყო ბოშა იყო თუ რა ციგანი იმიტომ ბაზრობაც ის არის აქა ბოშების ბაზრობა და სხვადასხვა რა ვიცი შეიძლება ქურთები ცხოვრობდნენ კიდე არ ვიცი ახლა ისე რო იძახს ყველა რა ხალხი ცხოვრობდა და გამოყარეს ის ხალხი ფაშისტურად მოექცენ რო ყრიდნენ ფაშისტები იმიდან სახლებიდან და გამოყარეს და შეცვიდნენ მერე შიგნე გააკეთეს ნასყიდობები და ითაღლითეს იყიდა ქონება რატო უნდა იყიდა ჯერ ისაო მენდლები მაქვს ის რო იძახის ეს ლევანი სამსიანი თუ ომის ვეტერანი იყო რაზე
იმასქნა რა ქვია რაზე იყიდი და მითხარი ქონება რატო იყიდა რა უფასოდ ეკუთვნოდა თუ ვეტერანი იყო მიიღებ და უფასოდ მიცემდნენ იმას ბინას კაცო და მიწას კანონში წერია 95 წლის კანონში 94 წლის კანონი გამოუშვა მაშინ საქართველოს მეთაური იყო ედუარდ შევარდნაძე 94 წლამდე დაკავებული მიწები როგორც სააკაშო 2007 წლამდე მე რადგან 95 წლის კი ომის ვეტერნის კანონი შედგა კიდე გოგუაძე აწეს ხელს იქათო გოგუაძის და შევარდნაძის არ ხო და პარლამენტის სპიკერი იყო თუ მაშინდელი თავმჯდომარე ხო და აწერს ხელს რომ ომის ვეტერანს უპირატესად ეკუთვნის უფასოდ მიწის ნაკვეთი მიწაზე დგას სახლი შენობა და ყველაფერი აბსოლუტურად უფასოდ და რატო უნდა გადაეხადა ფული რატო გადაიხადა ფული გააკეთეს ნასყიდობები გამოყარეს ეს ხალხი შეცვლიდნენ და მე გააკეთეს გადაფორმებები თაღლითობები ამ რეესტრთან კავშირი აქვს ეს ხალი კიდე ეს თაღლითი ეთერი გაიშაული კიდე რეესტრის ადვოკატია და კავშირი აქვს იქა და გადაფორმებები მიწის გადმოფორმებები თაღლითობები ხელს გვიშლიან ამის საკუთრებაში მოვიგე სასამართლო ისევ ის არჩერდება და დარბის წერს ახლა ტყუილებს ამ წელს შევიდა იმ წელს შევიდა 2013 წელს შემოვედი კაც შემომიყვანა ბიმან საქართველოს პრემიერ-მინისტრმა შემოგვასახლა აქ ხალი ცოცხალი იყო ახლა მოკლეს ხალი ბატონო და ახლა თურმე მე რატო ჩემი ნებით რატო უნდა წავიდე ნაშრომი მაშინ ადგეთ და დატოვო ზესტაფონი ისიც ყველაფერი კონსტიტუციით არის საკუთრებაც კონსტიტუციით არის და სარგებლობაც ორივე არის კონსტიტუციით ჩემი დაცვი ჩემი არის ფაქტური მფლობელობა ჩვენი 92 მუხლის მეორე პუნქტიო რო წერს კონსტიტუციითო დაცულიაო თქვენი რო თქვენ დაკმაყოფილეთ სასამართლოთითო მერიის მთავარი იურისტი მაშინდელი სერგო ბირკაძე რო აღნიშნავს წერილში აღნიშნავს 2013 წელი რო გამოგვიგზანის ხო და საკუთრება 21 მუხლით არის კონსტიტუციით დაცული და ესეც ორივე კონსტიტუცია დაცული მია მაშინ დატოვონ ყველაფერი ბატონო და იმასქნან რა ქვია რა კაი არის მე რატო უნდა დავტოვო ჩემი ნაშრომი ჯერი კაცმა კიდე რომ მოვიდა აქ ახსულებიდან 2 მაისს რავა არ იცოდა არ გითხარიო იმ ბიჭებმა უთხრეს რომ ეს ხალხიო არ გითხარიო რომ ეს ძველი საქმე არისო რა ის 2023 წელი კაცო ესო ძველი საქმე რო იყოო რავაო არ გითხარიო ესო ახო ხვდები აგა გამოვიტანე ეს სასამართლოს გადაწყვეტილება და ვაჩვენე რა ის 2023 წელი 2013 წელი მომყვანა რაღაც იანვარში მთავრობა და 2000 სასამართლოს უარყოფა მიდის სასამართლოს უარყოფენ კონსტიტუციას უარყოფენ. გაიგე რა ხდება ლამრო და ესე იგი მეც უნდა უარყო, მაშინ მაგერის კონსტიტუცია. საკუთრება რო აქვს და რო ცხოვრობს და მაშინ უარყავ მე. მაშინ მეც უარყოფ და ბატონო ორი ფურცელია, საკუთრება არის ერთი ფურცელი და სასამართლოს გადაწყვეტილებები არის უამრავი. და დოკუმენტები და ნაწვალები და რა ვიცი, ჯერ აქ ჯილდო ეკუთვნის ადამიანს. ამ აი პირობებში რო იწყვეტს ადამიანს. მე რატო ესე გაჭირებული ვარ, ესე იგი თუმცა და უფრო წიხლი უნდა დააჭირონ ადამიანს. გაჭირებული ხარ ესე იგი და გაჭირებულს უფრო უნდა დაგაჭირონ წიხლი. კი არა, უნდა დაგეხმარონ, უნდა გადაგიარონ. რა არის ეს ჩაგვრა კაცო ეს ტერორი რამიდის ესე რა ვერ მოაწესრიგეს რა არის ესე უარი თქვან ამ ნათესაობაზე ამ ნეპოტიზმზე. ნეპოტიზმი არის ყველაზე ცუდი თურმე რამე ქვეყანაზე თუ კორუფციაზე მეტი დანაშაულია თურმე ნეპოტიზმი. ნათესაობა მეგობრობა, სვანები, ისინი პეტრე დაკავშირებულია იმერელი, გურული, რა ვიცი, ვინ არ არის ვისთან დაკავშირებული. კანონი არ კანონობს, წესი არ კანონობს, კაცო, არის კაპიტალიზმი, მილიონერები ფულით გერევა. მაგ კი არა, ლამრო აფხაზეთში კი არა, თბილისში ყოფილა, თუნდაც საბრძოლველი. ადგა ქალმა ქვეყანა შეწირა თავი, ჯერ ომში იყო, მერე მოსამსახურე იყო, კიდე რატო? შენი ბრალია ყველაფერი მაგან ჩამომიყვანაო. ინო იცახოდა, მაგან ჩამოიყვანი მოსკოვიდანო, რუსეთიდან ჩამოვიდნენ, ახლა ეგ არის სამსიანები, რო გვეჭიმებიან. იქიდან ჩამოვიდნენ და გვავიწროვებენ. რუსეთი გლახარო იყოს და დევნა რომ მიდიოდეს ქართველებს ეს იყო წყვილი ამბავია ეს ყველაფერი ეს არის ისევ თქვენ შეგხვდათ იქა უკრაინელები ვიღაცები რომლებაც ეს ამოიწყეს ეს ამბავი რომ ვითომ რომ რაღაცა რომ დაპირისპირება და არ გაყენებდათ რუსები კი არა ეს უკრაინელები იყვნენ და რუსებად იმაშვებოდნენ გევლინებოდნენ და ვითომ რუსები იყვნენ და გევნებოდნენ მე ჩორნეჟოპებიო წაით აქედან რა ვიცი კარგად კი ცხოვრობენ რუსეთში ქართველები და მილიონი ნახევარია როგორც ვიცი თუ მიდის და თუ მართლა იქ არ აყენებენ ქართველებს, მაშინ ისა რა ქვია, იქ არის ცხოვრებენ. ჩამოვიდა ახლა კარგად მდიდარი ძმა იმაში ყავს როსტოვში თვითონ ბატონო აქ არის ბრიალობს ესა ის კაი ძმა ყავს ის ლერი კაცო. ხო და ის ლერი კარგია, მაგრამ ეს თვითონ არის ხისთავიანი გაუგებარი რაღაცა არ ესმის არაფერი არ უნდა რო გაიგოს არაფერი გერევა მუშტებზე იხე იმაზე დარტყმაზე გადმოდის კაცო და ცემაზე გადმოდის ეს არის მოძალადე. ეს ვინც ხა ლევანი სამსიანია თუ ჯანდაბა არის ძმა კაიყავს მაგრამ ეს თვითონ ოხერია
გადმოდის შეტევაზე დაგარტყას ხელი და ხელი აგე დამილილავა კიდევ. შეურაცხყოფას გაყენებს რა არის ეს რა უბედურობა არ და ეგ ყოფილა ომის ვეტერანი თურმე. სამხედრო ყოფილა თურმე. მენდლები მაქო ეს მაქო და თუ აქ მაგმამოწყებში მენდლები მაგ ლევანი სამცი თუ მენდლები აქ და თუ ვეტერანია მაგე ვეტერნის ოჯახს აგერა დამეტა კაცო გარდაცვლილია ხას პატივს არცევს ჯერ დამსახურებულ ადამიანს მაგრამ მართლა ის იყოს ვეტერანი მაგ ამას გააკეთებდა და მაგ შეურაცხყოფას მოაყენებდა ახლა რეები მითხრა სიტყვები ისეთი უძდელი სიტყვები და თან არ მაყენეს და მავიწროვებს და შევიწროება გააკეთა რა ვიცი ახლა თუ გაქცეულია კაია და მასაჟურებას ემალება მაგრამ რა ვიცი მე პოლიციელები ხელს უწყობენ სპეცსამსახურში მუშაობდა დაცვაში იყო დიდ დონეზეაო ესო გადასაწყვეტიო თქვა კაცო იმან იქა პოლიციაში ვენორო იყო მარცესრიგის ოფიცერი იყო თუ გამომძიებელი იყო დიდ დონეზეა ეს არ არის აქ დიდი პიროვნებები აქ ურევია თანამდებობის პირები კაცო და გვავიწროებენ წლები კაცო მიწა ვერ გავასუფთა ვერ გავაკეთე გამომიგზანა სახელმწიფო მწერელი მოგეცითო კაცო თქვენი არიოს და ვერ გავაკეთე ჩემი მიწა კაცო ვერაფერი ვერ გავაკეთე რა არის აუბედურობა არის კაცო ესე ვერაფერს ვერ ვაკეთე მოდიან იმაზე საცემრად დასარტყამად მოდიან და შეურაცხყოფები და რა ვიცი ეს აიტანი ახლა რა ვარია სატანი ესე კაცო ასე ჩაგვრა ადამიანის და ასეთი ისინი რა ქვია იქ უკავშირდებიან იმას ლევანას იმაში ზესტაფონში უკავშირდებიან იქა და იქნება რამე მოახერხო და მაგენი იქნება წაიყვანო მაკედა და რამე მოახერხო და რამენაირად იქნება რომ დაგჭეს ჩვენ მაგათი ნაცხოვრები ნათვალები ფლობელობა და ისა ყველაფერი და ესე მე ასეთი მაგისტვის ვიწვალე ქუჩაში ნაცხოვრები 5 ჯერ მთავრობისგან გამოგდებული წინა ხელისუფლებისგან 4 ჯერ და მე მეხუთედი იყო ამ რეჟიმის დროს კიდე სააკაშვილი იყო პრეზიდენტი ამდენი გამოგდება ქუჩაში ცხოვრება წამება ხო და ავდგი ახლა ჩემი ნაშრომი ხო და აგერა იმასაც რო უთხარი აგერ ადგილობრივი პოლიციის იმას პოლიციას იმას ინსპექტორია თუ ეს არის გელაძე კი არა კაცო იმას აგეც იყო ინსპექტორი იმას რო უთხარი მურაზი ქენქაძეს მე ვთქვა ჩემი ნაშრომი დავტოვო თუ აქ რო იყო 2025 წლის 7 იანვარს შობადღის მე ვთქვა ჩემი ნაშრომი დავტოვო და წავიდე და რა ეს არაო კაცო როგორ შეიძლება ასეთი რაღაცა რა არის ეს მიშლიან კაცო ნერვებს უკავშირდებიან ამ ლევანას იქა აგერ მეუნებია ზესტაფონში წადი იქ კაცი მეუნებია ზესტაფონში წადი ქალბატონი შენ გეუნება რატო არ მიდიხარო აქეთ კიდევ აქეთ ეს ლევანას კიდევ წერს რაღაცებს ნერვებს მიშლიან კაც აღარ შემიძლია ამ ჩაგვრამ შემიკლა ხელში რა ტერორი და ჩაგვრა მიდის რა წლებია რა ასე აკეთებდნენ იმ აფხაზეთშიც ალბათ ხალხს ჩაგრავდნენ ეს საზიზღარი ხალხი იმას რო ამტყუნებენ კიდევ სტალინიო და ისო და რო შემოვიდა მე-11 არმია ჩაგრავდნენ თურმე მაშინაც ნიკოლოზის დროს აი მის დროს რა ქვია მონარქია რო იყო ჩაგრავდნენ თურმე ხალხს მაშინაც ვიდეო იყო არაფერი არ იყო მაშინ ჩაწერის საშუალება და ხალხს უვლიდნენ გვერდებს რა რეებს აკეთებდნენ ჭუმად აწამებდნენ ხალხს და განრისხდა ხალხი და გაასაბჭოეს თვითონ ქართველებმა გაასაბჭოა საქართველოსა თბილისი საქართველო გასაბჭოვდა მიდო კაცო ამათი დამოუკიდებლობა როგორ შეიძლება და წაგვართვეს ყველაფერი გაგვანადგურეს იმ აფხაზეთში აკეთებდნენ ალბათ უბედურობებს აწამებდნენ იქ ალბათ ჩაგრავდნენ ხალხს არ იყო არაფერი ახლა ყველაფერია დღეს ტექნიკა ყველაფერი უმაღლეს დონეზეა ჩაგრავდნენ ხალხს დევნიდნენ და ვერ ამტკიცებდნენ მე თავს იყრიდნენ ერთად აი ახლა როგორც ეს 5 ოჯახია და კიდე ვიღაცები აიყოლიეს ხელის მოწერები რაღაცებს რომ მოწმეობები ბატონო ერთად უყრიდნენ თავს ამას თუ ყველაფერს და ხალხს აწამებდნენ ისაო ესენიო ბევრია ჩვენო ბევრი ვართო და ჩვენ რო ვიტყვითო ისო დასაჯერებელი არის ხო და თქვენო ერთი ხართ ორი ხართო და ქრისტე მე ვთქვი აგერ ვთქვი პოლიცია ერთი იყო მე ვთქვი მართალი იყო მაგრამ აწამეს ვინ იყო ხა ხალხი იყო მართალი თუ ისა ქრისტე იყო მართალი და არა ხალხი მოიყრიან თავებს ერთად შეთანხმებულები არიან რომ რამენაირად რაღაცა ტყუილები თქვან ან დაწერონ რაღაცა სიცრუეები და ამითი მე ადამიანები რომ დაჩაგრონ ტერორში და შეავიწროვონ და რა ვიცი მე მისი ცხოვრების გამო რომ გაჭირებული არის შევიწროება რა არის ადამიანს რომ ესე იგი ავიწროებ მისი ცხოვრებიდან გამომდინარე რომ ის ცუდად ცხოვრობს და ამიტომ ესე იგი უნდა დაჩაგრო და უნდა ლანძღო და მათხოვარი უწოდო და ესე იგი ადამიანს ყველაფერი უნდა მიაყენო კაცო სიტყვია ფიზიკური შეურაცხყოფა არ უნდა დააყენო ხალხი მოდის ჩემთან დახმარება მინდა რაღაცა და დახვდებიან ამ ადამიანებს და ეუნებიან არ მიეხმაროთ აგე კაცი რო იყო კაცო არსენამ სკამების ისურა გამკეთებელი რესტავრატორი კაცმა ესო ყველა გააფრთხილეს უბანში რომ არავინ არ მოვიდეს არ დაგეხმაროს სახურავიდან წყალი ჩამომდიოდა ისა გატეხეს ის შიფერი მაგ სამსიანი და მაგის ხალხი იყო ხო და გატეხეს ემე ვენახი რაღაცა არის ხო და
მინდოდა კაცო გაეკეთებია ვიღაცას რაღაცა და ვერია რა. უარიო ყველა მოერიდებითოერიდება ყველაო მან მოსვლასო არ შენი ჭირიო მაგ ხალხთან არაო. მისვლა არაო. ვერ მივართ მაგენთან ასე თქვის. რადგანო იქო ხალხი არისო მაგაზე გადაკიდებულიო და მაგათო ვერ დავეხმარებ, სხვას დავეხმარებით. იმან არსენამ ხო თქვა ყველაფერი. აუქნათო. ვერაფერსო ჩვენო მანდო ვერ მივალთო და ვერ მივეხმარეთ მახასო სახურავი აქვს თუ რამეა გასაკეთებელი. ამ ხელა უკანონო კიდევ შენებლობა წამოჭიმეს ყველაფერი თავზე დაგვაჯდნენ რა. ყველაფერს სულს აკეთებენ. რამენაირად რო შევიწროონ ადამიანი ესე იგი და არ მიცენ საშველი და სახიდებელი. ჩემთვის მინდა კაცო ცხოვრება მინდა ვიცხოვრო ადამიანმა და არ შემიწუხეს კაცოგული. რა დააკავეს ვისი ინტერესიც აქვს ლამ რო აკავებენ იმას. რა ის დაკავება ვის აკავებენ. ვინც უნდათ ახლა ეგ ბაჩიაშვილი უნდათ დაეკავებიათ და ყველას კი არ აკავებენ. აჩე არაფერი არ გააკეთეს ეგეთ ხალხა რა ილაპარაკა მაგ ვარიო დასაკავებელი მაგ თაღლითობით და მაგ ჩადენი დანაშაულისთვის. ამა შეხედე შე სადასულა ეს გადაგაც. რაო პიჭო ლაო. საპარლამენტო რა ამბავია რა არაფერს არ აკეთებ ეგ ვინც უნდათ იმას კიდებენ ხელს. უშინდელი ჩატარებული ძალიან წარმატებული ღონისძიების შედეგად ეს ადამიანი იქნა დაკავებული გულოცავ ანრი ოხანაშვილის და წეცამსახურების ამ წარმატებულ ღონისძიებას როგორც ვიცი შინაგან საქმეთა სამინისტროც იყო ჩართული და მადლობას ვუერთები ეს არის წარმატებული ღონისძიება წარმატებული ოპერაცია რომელიც თქვენ არ გაგიხარდებოდა და ან თავდაპირველი იყო რისი გამკეთებელია მაგელა დაგეგმილი თუ დასაგეგმილი თუ მიმდინარე და საბოლოო ჯამში ასევე დავალებებს სხვანაირად მისი ქმედება მას რომ ის გაებედა რაც გაბედა წარმოუდგენელია დავალების შემსრულებელი ადამიანი რომელსაც დიდი თანხები მოიპარა არის დაკავებული სანაკრებო არანაირი გარიგებაზე არ არის საუბარი გამოძიება ანტიკორუფციულ სააგენტოში მიმდინარეობს გიორგი ბაჩიაშვილი ახლა პენიტენციურ დაწესებულებაში შესაძლებელი. მადლობა საქმის დეტალებით ნათია მღებრიშვილი საუბრობდა. სალომე ზურაბიშვილის განცხადება ოპოზიციაში კრიტიკის მიზეზია. ყოფილმა პრეზიდენტმა რუსთავის გამგეზე თვითმმართველობის საუბრობდა თუ პირად პოზიციას აშღერებდა. მელია მოუწოდებს კოლეგებს დააფიქსირონ მკაფიო პოზიცია. მართულ გუნდში კი კიდევ ერთხელ აცხადება, რომ მათი ოპონენტები გარე ინსტრუქციებით მოქმედებენ. ანუკა ბუავა განარჩობს მხარეების პოზიციებით ეთერს და თემას ანუკა გისმენთ. უნდა ითქვას, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც სალომე ზურაბიშვილის აქციაზე გაკეთებული განცხადების გამო თავად ოპოზიციური პარტიები აკრიტიკებენ, მათ შორის ისეთი პოლიტიკური პარტიები, რომლებიც მასთან მოლაპარაკების მაგიდასთან უკვე რამდენიმე თვეას ხედან 26 ოქტომბრის არჩევნების შემდგომ ისინი ამბობენ, რომ ზურაბიშვილის გზავნილები მათთვის არის მიუღებელი და მათ შორის ბუნდოვანი. მაგალითად, ნიკა მელიას როგორც აღნიშნეთ, დარჩა განცდა, რომ ზურაბიშვილი არა პირადი პოზიციიდან, არამედ მის პლატფორმაზე გაერთიანებული პოლიტიკური პარტიების სახელით საუბრობდა და შესაბამისად მელია მოითხოვს რომ ახლა ყველა პოლიტიკურმა პარტიამ დააფიქსიროს საკუთარი მოსაზრება და პოზიცია მაგალითად თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით. ასეთივე კრიტიკული განცხადება გააკეთეს დღეს ნაციონალურ მოძრაობაში, სადაც ამბობენ რომ ზურაბიშვილის არა ვამთავრებს უნდა ავტვირთო იმაზე გამომრიცხავი და მეორეს მხრივ YouTube-ზე უნდა ავტვირთო კიცებულებებს თავი უნდა მოუყარო ყველაფერს.
ქვეყანაში ახალი საპარლამენტო არჩევნები. სრულიად შევდება პოლიტიკური მკაფიობა. სცენიდან ზურაბიშვილმა გამოხატა ძალიან ბუნდოვანი პოზიცია ადგილობრივ არჩევნებზე არ შესვლასთან დაკავშირებით და კითხვის ნიშნები დატოვა. პირად პოზიციას აღგერებდა თუ პლატფორმაზე არსებული ყველა პარტიის სახელით საუბრობდა. იმედს ვიტოვებ, რიგი პოლიტიკური პარტიები ახლა მაინც დააფიქსირებენ მკაფიო პოზიციას. ეს მიდგომა რაც აქვს სამი ზურაბიშვილს და სამწუხაროდ ზოგიერთ ოპოზიციურ ორგანიზაციასაც აზრი აქვს საპარლამენტო არჩევნებში გასვლას. მეგობრებო, ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ადამიანებს მხოლოდ უნდა სადეპუტატო მანდატი ურთიერთგამომრიცხავია ქალბატონის სალომეს განცხადება თავისთავად, რომ გვეუბნება, რომ ადგილობრივ არჩევნებს აზრი არ აქვს, ჩაგვიტანეთ საპარლამენტო არჩევნები. მაშინ სად არის ლოგიკა? ადგილობრივ არჩევნებს რატომ არ აქვს აზრი? იმიტომ გააყალბებს ასეთ პოლიტიკური ამოცანის დასახვას არანაირი შინაარსი და არანაირი შინაარსი არ აქვს, შესაბამისად არანაირი შედეგის მოტანა არ შეუძლია. იყოს, არაფერი მოუახმა. დავაფიქსირო ესენი თუ არა. ახლოში წამოწიეს ყველაფერი. რამენაირად შევევიწროვებინია. უცხოელი დაფინანსებლების დააკვეთების შესაბამისად და სწორედ მათი დირექტივების მოუდინში არის პრემიერ-მინისტრი. გაიგებს ის რუსეთი ერთი რა ვქნა ჯანდაბა. არ მაყენებენ ერთი ამ ჩემ მიწაზე არ მაყენებენ კაცი. მათ შორის მმართველობის არჩევნებზე, რომელიც მოახლოებული არის ისევე როგორც საპარლამენტო არჩევნები. რა არის კაცო ეს რა არის ეს რა ქვეყანაში ვცხოვრობ რა უბედურება არის ესე კაცო რა მოკლეს ხალხი კაცო გაგვათავეს რა ამდენი ოხერი და მამაძაღლი საქართველოს დედაქალაქში ვარ და ვერ მიცხოვრია კაცო ეს არის დღევანდელი რეალობა ოპოზიციის დედაქალაქია თუ რა არის საცხოვრო საქართველოში ვარ თუ საცხოვრო კაცო და არის ეს დაყოფილი კუთხეები დაშლილია ქვეყანა საერთოდ და გაგვაპუსტიაგეს ხალხი ამასთან დაკავშირებით არც კი აწყობთ ანუ რასაც ითხოვდნენ ის დაენაღლებათ მაგათ რა ტელევიზორში გამოდიან აგე და ლაპარაკობენ ოჯახები კარგად აქვს და ყველაფერი და კეთილდღეობა და სულ ყველაფერი და ჩვენ უყუროთ მაგის კაი ცხოვრებას დაენაღლებათ ამათ ჩვენთვის არავითარ მნიშვნელობა არ აქვს ეს რადიკალური ოპოზიცია მიიღებს თუ არა არჩევნებში ვითომ ჩვენ ნაკლები ვართ მაგენზე სარჩენები იქნება კი დაენაღლებათ რაში აინტერესებთ ხალხი არ აინტერესებთ ნაციონალები იყვენ კიდევ ისინი რეებს აკეთებდნენ ხალხს რას მიკეთებდნენ და ამათმა კიდე გააგრძელეს ამ თავრობაშიც არიან კიდე ის ნაციონალები ამ თავრობაშიც მოღვაწეო ყველაფერს სიბინძურეს აკეთებენ და ნინომ ყველაფერი კარგი გააკეთა ამ ქვეყნისთვის მაგრამ ვინ დაუფასა დედაჩემმა ყველაფერი კაი გააკეთა მაგრამ რა აგვართეს ყველაფერი და კიდე უნდა წაგართვათო კაცო მიწაო და სულ ყველაფერი უნდა წაგართვათ მოგერებითო ფულიანები არიან ახლა და შეძლებულები და ჩვენ ღარიბები ვართ მეტი დაფინანსება ჩვენ გვახსოვს რომ $10 მილიონი არც ერთი არ ვარ ეს გამომძიებელად მუშაობდა მიშა სააკაშვილის ხალხი ყოფილენ ესენი თუ იმ დროს მუშაობდა თუმე გამოძე დაუკავებიათ დაუფარიათ აცა დანაშაული თუ რაღაც ისაო ის ხონია თურმე ჩაბარებული ის ყოლია ჩაბარებული პატიმარი თურმე და გაუშვია ხელი და არ დაუპატიმრებია თურმე არა გამოუშვია პატიმარი ციხეში უნდა გადაეყვანა თუ რა ჩააბარეს განსაკუთრებულათო მიაქცია ყურადღებაო და განცხადება საპროტესტო აქციაზე გააკეთა მან თქვა რომ თვითმმართველობის არჩევნებამდე ქვეყანაში უნდა გაიმართოს და ჩატარდეს ჯერ საპარლამენტო არჩევნები ან მეორე შემთხვევაში მუნიციპალური არჩევნები და საპარლამენტო არჩევნები ერთდროულად უნდა გაიმართოს სწორედ ეს განცხადება გახდა ოპოზიციის უკმაყოფილების და კრიტიკის მიზეზი ისინი ამბობენ რომ ზურაბიშვილის იმაზე კი არ გამოდიან ხაზ გვიჭის კაც ამან არ მელაპარაკა და ამის მაიმან თანაშემწე დინარაძის თანაშემწე რომ დაბანელაპარაკა რა გამიკეთა ამან ერთხელ უპასუხა ტელეფონს მე აღარ უპასუხნია ტელეფონის რა გაგიკეთა მითხარ ისი გამკეთებლები არის ადგა ქართულ ოცნებაში და დაოჯახდა და რა ვიცი ყველაფერი და მოიწყვეს ცხოვრება და ჩვენ კი ვართ ისე დაზარალებული ხალხი უპატივცემულოთ ვართ და დაზარალებული ვართ ამაში ცხოვრობთ ამ უბედურ პირობებში კაცო ძიმესაყოფწყო პირობებში
არა ობიექტური ინტერესით მოქმედება ასეთი არის პრემიერ-მინისტრის შეფასება ირაკლი კობახიძის განცხადებით ის ერთობლივი განცხადება რომელიც გამოქვეყნდა ვაიმარის სამკუთხედის ფორმატში მას არწმუნებს წვიმებია კიდე გამოცხადებული ქვეყნები ვერ მოქმედებენ დამოუკიდებლად და ხუთშაბათი და პარასკევი მოქმედებს პრემიერ შაბათი ესე იგი დღეს წვიმა იქნება წვიმა გამოცხადებული ხუთშაბათს წვიმაში პარასკევს და შაბათს მზე მაშინ როდესაც ის გაესაუბრა ემანუელ მაკრონს მას აბსოლუტურად განსხვავებული პოზიცია ჰქონდა და დამოკიდებულება ვიდრე გუშინ უკვე მისი თანაავტორობით გამოქვეყნდა მისი ცხოვრება აქ იმას რა უჭის მე ქუჩაში ვცხოვრობ და მაგე იმაში იყო დადიოდა იქა დარბოდა ზესტაფონში ერთობლივი წერილი შეიძლება მაგე ზესტაფონში დარბოდა იქა იწყობდა იმას ოჯახს არ მაინტერესებს ეთი დამანებოს რა თავი შემიწუხა გული კაც სახელმწიფო აღნიშნავს ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს მე ვიწვალი აქა და ვიშრომე და მაგან უწვალებლად მიიღო ბებიის ქონება და ის კომუნისტებისოს აღებული ბინაში შევიდა იქა 70 წელს რო აშენდა ბინა ზესტაფონში იქა 5 სართულიანი ბინა იქა შევიდა იქ ხო და მე დამრო დამოუკიდებელია ეს საქართველო და რისთვის არის დამოუკიდებელი რა თვითონ და ამდენი დამოუკიდებლობა კაცო ხალხს არაფერი არ მოგწეს ხალხმა იმოღვაწევა ქვეყნის არაფერი არ აღირსეს მამიკოს ბიჭები დაგვაჟდნენ თავზე კაცო ამას მამა ყავდა თორე პოლიცია ბაბუ აღოლია პოლიცია შეიცნობდა იმას კობახიძე ხო და მამა ყავდა კიდე მხედრიონელებთან იყო აქ სამწუხაროდ კი მხედრიონელებია ნინო წერს ახლა მხედრიონელები ყველა კი არ იყვენ კაცო ცუდი იყვენ კარგებიც და იყვენ ცუდებიც უმეტესი მაინც ცუდი იყო მხედრიონელები რა არის ეს ნათესაობა მეგობრობა ძმაკაცობია კაცო ადამიანს ცხოვრება ხო უნდა კაცო ხო უნდა იცხოვროს რა არის აუბედურება არის ეს ჩაგვრა ხალხისი დიდარია შეძლებულია და უნდა დაჩაგრონ ესე იგი ადამიანი არის საქართველოს დამოუკიდებლობის დღე დამოუკიდებლობა რომელსაც პარტნიორები, მეგობრები და ზოგადად ულოცავენ ქვეყნებს და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რამ. თუ იმეს კრიტიკა უნდა ამის შესაძლებლობა მათ ყოველთვის აქვთ, არიშურებენ ამისთვის სადისხმევას, ეროვნულ დღესასწაულის ვინც იყო ნინოს მტრები და ის უშიშროება და ის ვინც იყო და ვინც აკეთებდა ჩვენი ცხოვრების გაუბედურებას, ვინც გაგვაუბედურა, ქუჩაში გამოგვაგდო. აი ეს ხალხია ზუსტად ჩარეული და უკავშირდებიან მაგლევანის და არიან დაკავშირებულები. რომ რამენაირად იქნება რამე და დევები იყო, დევნები იყო. აი დედაში აძულეს ყველა კაცო, სულ ყველა აქ რომ მოდიოდა და რა რებს ამბობდა, რა სიტყვებს იძახოდა, მაგ ძმარი, მაგე თუ რა არის, მითხარ ტერია თუ რა არის, კაცო. რა უნდა რა არის, კაცო, მე ვარ ჩემთვის ცხოვრობ აქა, კაცო. მაგ არ ცხოვრობს ეშინია ვერ ჩამოდის აქ. შესაძლოა თქო, მაგენი გაშინებენ თქო. ასე იცის პოლიტიკური დევნილები რო ვართ, პოლიტიკური დევნა მიდის ოჯახზე. რომ რამენაირად რომ დევნა პოლიტიკური დევნილების ოჯახებში არეულობა არის ყოველთვის. ერთმანეთს ალანძღიებენ ოჯახის წევრებს. საკეთებენ თაესენი. ყველა ქმედებას რომელიც კრიმინალებმა ასე იციან დამნაშავეები. დემოკრატიულ უკუსლას და ასევე აქ ისმის მოწოდება იმასთან დაკავშირებით რომ ხელისუფლებამ უნდა აღადგინოს